შემადგენლობაში არიან შეტევაში მნიშვნელოვნად წინ დახეული მოთამაშეები, წინწაწეული მოთამაშეები ნიკოლოზ მალი, ტრადიციული საფეხბურთო ქალაქის კლუბი დაუბრუნდა ეროვნულ ლიგას. აქ რუსთაველთა მორიგი ეპიზოდი და ისევ კერესელიძე ევლინება თავის გუნდს მხსნელად, ძალიან სახიფათო მცდელობა. ხო, კერესელიძეს აქ კიდევ ერთხელ შეიქმნა როგორც ჩანს პრობლემა, ექიმები იქვე არიან და იმედი ვიქონიოთ რომ მოახერხებს უბილავა იხსნება ჩაწოდება საჯარიმოში და ჟან სოუზა დე ალმეიდა ახერხებს დარტყმის განხორციელებას, მაგრამ დაურჩა ამ ეპიზოდში დილა გოლის გაშობას. ხო, ეს არ ვიცი მე რამდენი დარტყმა, სადღაც მეოთხე მცდელობა მე მგონი უნდა იყოს რუსთაველთა მხრიდან მარტო ჟან ალმეიდამ შორის. საინტერესო იქნება უშუალოდ რუსთაველთა შედეგი როგორი იქნება ამ სეზონში. აქ მუსელიანს შეუძლია გატანა და გადარჩა აქ რუსთავი გოლის გაშვებას. ჩუქეს გარკვეულწილად რუსთაველებმა დილას ფეხბურთელებს ფარულავას ეს არაჩვეულებრივი პასია აღსანიშნავი ვერ ითამაშეს აქ უკვე რუსთაველმა მცველებმა ძალიან რბილი მოხდენილი გადაცემა და მე უკვე მუსლის ზოგ შემთხვევაში საერთოდაც თანაბარი რაოდენობის ქულები აქვს. აქ სოლომონ კესია დასაყრდნო პოზიციაზე დარტყმა და რუსთაველებმა გახსნეს ანგარიში შეხვედრის 21 წუთზე და ამ გოლს ვერაფრით ვერ უწოდებთ ალოგიკურ. აქ არ იყო მე მგონი არანაირი თამაშგარე, ეს პასი გავიდა, გაიქცა აქ მეტოქე სოლომონ კესი, მერე ჟან მარკ ტიბუე და კესი იბრძოდნენ აბურთისთვის. კესი მოახერხა აქ თავის გათავისუფლება, მერე კერესელიძემაც ვეღარ შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა და ანგარიში გაიქცა. ხო, კიდევ ერთხელ მეორე რუსთავი იმდენად ახლოს იყო მანამდეც გოლის გატანასთან, რომ ეს არ იყო ნამდვილად კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ამოვარდნილი ეპიზოდი ამ პირველი წუთების გათვალისწინებით. ხო, თავის შემადგენლობა ჩაწოდება საჯარიმოში, მალი არის აქ სივრცე და შეიძლება ალბათ დარტყმაზე ფიქრიც კი და საბოლოოდ პაპუნა ბერუაშვილი ეუფლება ბურთს და ახერხებს თავისი გუნდის შემდეგ რაც ნახეთ დილას შესრულებით. აქ გარკვეული არეულობა იყო იქ საჯარიმოში, მუსელიანი იყო გატანასთან ახლოს და გაგრძელდება ეს შედეგება უკვე კუთხურიდან მეთეშაშვილი აწვდის, შეიძლება დარტყმა და ისევ ჟუაო არაუჟო კოშტა ბოლოს ბრაზილიელი მსგავს ეპიზოდში პოზიციებს, სადაც აღმოჩნდება ფაქტობრივად ფორვარდის პოზიციაზე და უკვე გატანა ხშირად შეიძლება არ გამოსდის, მაგრამ ძალიან დიდ სანერვიულოს უჩენს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. აქ ბერუაშვილი იბერია ჩაატარებს თავის შეხვედრას, იქნებიან გათამაშების ცხრილში თანა ლიდერი. აქ რუსთაველებმა მოახერხეს პენალტის გამომუშავება. ნახოთ ამ შემთხვევაში ფაცაცია ემზადება როგორც ჩანს. თამაშის წესი უმარ ტალიმ დაარღვია ამ ეპიზოდში. პენალტი უკვე შეიძლება შესრულდეს. ფაცაციას დარტყმა 0-2 რუსთაველები ორ ბურთიანი სხვაობით გადიან წინ და საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ სამი ქულისაკენ და მათი ემოციები. საპირისპირო ხარეს გადახდა კერესელიძე. კარისაგან მარცხენა ხარეს გაუშვა ფაცაციამ ბურთი და მოახერხა თავისი გუნდის დაწინაურება. 0-2 ძალიან საინტერესოა, ახლა იყოფა თუ არა დილას ძალა და ასევე გაგრასთანაც ვიხილეთ მოედანზე მამინ სანიაკი. მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელები თან აკრებიდან ძალიან ახლოს არიან ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალთან. პრინცესეის ალბათ ნახავთ. აქ შეიძლება გოლი გავიდეს და გადის კიდეც დილა ბრუნდება თამაში. 1-2 ტრეივონ ფულერის პირველი სადებიუტო გოლი დილითარება ძალიან დაიძაბება ბოლოს წუთებში. ეს იყო ის ერთ-ერთი იშვიათი შეცდომა, რომელიც რუსთაველებმა დაუშვეს ამ ეპიზოდში. საკმაოდ დიდი სივრცე გააჩნდა აქ მცველებსა და კანადელ შემტევს შორის და ამ ცვლილებამ პრინციპში გაამართლა და ტრეივონ ფულერმა მოახერხა შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა. მანუელ პამის დარტყმა მწვავე იყო ძალიან და ბურთი ცდება ამ ეპიზოდში დილას კარს. აქ პაუზა ითხოვა არბიტრმა. მანუელ პამის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა არ დაფიქსირებულა. უფრო მეტი მომენტი შექმნა ესე ჯამში, თუმცა ის შეხვედრა ვერ მოიგო და ვერ მოიგო ვერც ეს მატჩი რუსთავმა მოახერხა პრინციპში გარკვეულწილად სენსაციური შედეგის დაფიქსირება ამ თამაშში.